ოდესმე დაფიქრებულ ხართ, როგორ შეიძლება გაიზომოს ცივილიზაცია, არა მისი ხელოვნებით, კულტურით, ან თუნდაც სამხედრო ძალით. არის რაღაც ბევრად უფრო ფუნდამენტალური, რაღაც რაც ყველაფრის საფუძველია. სწორედ ეგ არის, ენერგია. რა რაოდენობის ენერგიას აკონტროლებ, განსაზღვრავს, რა შეგიძლია გააკეთო, სადამდე შეგიძლია მიაღწიო და ვინ ხარ შენ კოსმოსურ არენაზე. ეს არის ცივილიზაციის განვითარების საწვავი, მისი ძრავა. და აი 1976 წელს ასტროფიზიკოსმა ნიკოლაი კარდაშევმა სწორედ ამაზე დაფიქრდა და შემოგთავაზა გენიალურად მარტივი მოდელი. ეს არის ერთგვარი კოსმოსური კიბე, რომელიც ზომავს ცივილიზაციის განვითარებას ენერგიის კონტროლის მიხედვით. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ჩვენ უკვე ამ კიბეზე ვდგავართ, მაგრამ რომელ საფეხურზე? კარგი, ეს უზარმაზარი კოსმოსური მასშტაბები ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ და დავბრუნდეთ სახლში, ჩვენს პლანეტაზე. ვნახოთ, სად არის კაცობრიობის ადგილი ამ გრანდიოზულ სქემაში. სიმართლე ის არის, რომ კარდაშევის სკალის მიხედვით ჩვენ კაცობრიობა ჯერ პირველ საფეხურზეც კი არ ვართ ასულები. ჩვენ ვიმყოფებით გარდამავალ ნულოვან ეტაპზე. ეს ნიშნავს, რომ კოსმოსური თვალსაზრისით ჩვენი ცივილიზაცია ჯერ კიდევ ჩვილია. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? იმას, რომ ჩვენი ენერგიის მთავარი წყარო ფაქტობრივად მილიონობითი წლის წინ დამარხული მზის ენერგიაა, დინოზავრების დროინდელი ენერგია. სხვა სიტყვებით, ჩვენ ვწვავთ წარსულს, რომ ვიარსებოთ აწმყოში. თუმცა პროგნოზი არც ისე ცუდია. თუ განვითარებას გავაგრძელებთ, სულ რაღაც 100-200 წელში შეიძლება პირველ დონესაც მივაღწიოთ. და აი ლეგენდარულმა ასტროფიზიკოსმა კარლ სეიგანმა თავის დროზე სცადა და გამოთვალა ჩვენი ზუსტი მდებარეობა ამ სკალაზე. და რა მიიღო? რიცხვი 0.73, ანუ პირველ საფეხურამდე ჯერ კიდევ კარგა გზა გვაქვს გასავლები. კარგი, გასაგებია, რომ 0.73-ზე ვართ, მაგრამ როგორია პირველი საფეხური და მეორე? მოდით ვნახოთ რამხელა ნახტომი გველის წინ, როდესაც ცივილიზაცია ჯერ პლანეტის, შემდეგ კი მთელი ვარსკვლავის ენერგიის დაუფლებას იწყებს. განსხვავება ხო ხვდებით, უბრალოდ კოლოსალურია. ჩვენ დღეს ბუნებას ვებრძვით, ქარიშხლებს, მიწის ზურვებს, წყალდიდობებს. აი ტიპის ცივილიზაცია კი ამ ყველაფერს მართავს. ის აღარ არის პლანეტის მძევალი, ის მისი ბატონ-პატრონია. წარმოიდგინეთ ცივილიზაცია, რომელიც სრულად აკონტროლებს საკუთარ პლანეტას. ენერგიის წყარო უშუალოდ მისი ვარსკვლავი, რომლის ყოველ სხივსაც იჭერს და იყენებს. კლიმატი, ვულკანები, მიწის ძვრები, ეს ყველაფერი მისთვის უბრალოდ მართვადი სისტემებია. აი ეს არის პლანეტის ნამდვილი დაუფლება. მაგრამ როგორც მიხვდით, პლანეტა მხოლოდ პირველი გაჩერებაა. ნამდვილი კოსმოსური თამაში მაშინ იწყება, როცა ცივილიზაცია საკუთარ სახლს გაცდება და მთელი ვარსკვლავის ენერგიის დამორჩილებას გადაწყვეტს. და როგორ უნდა გააკეთო ეს? თეორია ასეთია. უნდა ააშენო რაღაც წარმოუდგენელი, რასაც დაისონის სფეროს უწოდებთ. ეს არის გიგანტური მეგასტრუქტურა, რომელიც ვარსკვლავს გარს ერტყმის და მის ენერგიას წვეთით აგროვებს. და აი ამ დროს ენერგია ფაქტობრივად უსასრულო ხდება. ცივილიზაცია უკვე აღარ არის ერთ პლანეტაზე დამოკიდებული. რაღაც კატასტროფა მოხდა, ასტეროიდი დაეცა, პრობლემა არაა. ეს უკვე აღარ ნიშნავს გადაშენებას. ეს არის გადარჩენის გარანტია გალაქტიკურ დონეზე. და თუ ერთი ვარსკვლავი შთამბეჭდავია, მზად ხართ შემდეგი ნახტომისთვის, რა სიტყვით მილიარდობით ვარსკვლავზე? აქ უკვე საუბარია გონისთვის თითქმის მიუცნობელ მასშტაბებზე. სამი ტიპის ცივილიზაცია. ეს არის ცივილიზაცია, რომელიც მთელი თავისი გალაქტიკის ენერგიას ფლობს. წარმოიდგინეთ ჩვენი ირმის ნახტომის, თავისი 200-400 მილიარდი ვარსკვლავით. ამ მასშტაბებზე ხომ ხდებით სინათლის სიჩქარეც კი კუსნაბიჭია. ამიტომ თეორიულად ასეთ ცივილიზაციას სჭირდება რაღაც სხვა, მაგალითად ჭიის ხვრელები. ეს მარტივად რომ თქვათ, გვირაბებია სივრცესა და დროში, რომელიც საშუალებას გაძლევს გალაქტიკის ერთი ბოლოდან მეორეში თვალის დახამ-ხამაბაში მოხვდე. აი ეს არის ნამდვილი გალაქტიკური ძალაუფლება. და აი აქ მეგობრებო მეცნიერულ ფანტასტიკას ვტოვებთ და გადავდივართ სფეროში, სადაც ფიზიკა და ფილოსოფია ერთმანეთს ხვდება. EV ტიპი. ეს არის ცივილიზაცია, რომელიც მთელ სამყაროს აკონტროლებს. შავი ხურელების ენერგიასაც კი. მაგრამ დაელოდეთ, არის 4 ტიპიც, მულტივერსალური ცივილიზაცია. ის უკვე აღარ არის ჩვენი რეალობით შეზღუდული. ის მოგზაურობს სამყაროებს შორის, სადაც ფიზიკის კანონებიც კი შეიძლება სულ სხვანაირი იყოს. იმიტომ რომ ამ დონეზე ცივილიზაცია უკვე აღარ თამაშობს რეალობის წესებით. ის თავად წერს ამ წესებს. VI ტიპი. ესენი არიან დროისა და სივრცის მბრძანებლები. მათთვის მიზეზი და შედეგი უბრალოდ ცვლილებია, რომელთა შეცვლაც შეიძლება. და ბოლოს VI ტიპი. ესენი არიან შემქმნელები. ცივილიზაცია, რომელიც ახალ სამყაროებს აჩემს, საკუთარი ფიზიკის კანონებით. ეს უკვე აღარ არის არსებობა, ეს ღმერთის თამაშია. კარგი, ამ კოსმოსური თავბრუს ხვევის შემდეგ მოდით ღრმად ჩავისუნთქოთ და ისევ ჩვენს პატარა ლურჯ პლანეტას დაუბრუნდეთ.
აი ეს არის გზა, რომელიც კარდაშევის სკალამ დაგვიხადა. ჩვენი ამჟამინდელი წერტილიდან, პლანეტარული ჩვილობიდან იმ წარმოუდგენელ მწვერვალამდე, რასაც კოსმოსური შემოქმედი ქვია. დღეს ჩვენ 0.60-ზე ვართ. პატარა მყიფე ცივილიზაცია. მაგრამ ამ სკალის მიხედვით ჩვენში დევს პოტენციალი, რომ ერთ დღეს სამყაროს არქიტექტორები გავხდეთ. და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ერთ მარტივ, მაგრამ უმნიშვნელოვანეს კითხვამდე მოდის. ვინ გვინდა რომ ვიყოთ? ენერგიის უბრალო მომხმარებლები, რომლებიც თავიანთ წარსულს სწვავენ, თუ მისი შემქმნელები, რომლებიც მომავალს აშენებენ? არჩევანი როგორც ყოველთვის ჩვენს ხელშია.